მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე საკმაოდ გლობალურად საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა და ძალიან ბუდოვანი, ძალიან ბევრი რისკი წამოიწია წინ. ასეთ მდგომარეობაში ძალიან კარგია იმის გააზრება, რომ საერთოდ ისტორიულად არსებობს ძალიან ბევრი კორექცია სხვადასხვა ვარდნის პროცენტული ვარდნის, მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ ესე 10%-იანი ვარდნა დაახლოებით წელიწად ნახევარ 2 წელიწადში ხდება, ბოლო ასოციაციის წელი რო ავიღოთ. 25%-იანი ვარდნა დაახლოებით 6 წელიწადში ერთხელ 5-6 წელიწადში ერთხელ ხდება ისტორიულად საშუალო ვარდნა, მაგრამ ხედველობაში ის არა რომ აუცილებლად მოხდება. საშუალოდ ამ პერიოდში 5-6 წელიწადში ხდება საშუალოდ ვარდნა 25% და მეტი. ასე ვთქვათ 5-6 წელიწადში, როგორც უკვე ვახსენე, წელიწად ნახევარ და 2 წელიწადში ხდება 10%-იანი და მეტი ვარდნა. რომ იყოთ 30%-იანი ვარდნა დაახლოებით 10-დან 12 წელიწადში ერთხელ ხდება 30% და მეტი. 20 წელიწადში ხდება დაახლოებით 25 წელიწადში ერთხელ, უფრო 20 წელიწადში, 23 წელიწადში ერთხელ, მოდი ესე ვთქვათ, ხდება 40%-იანი და მეტი ვარდნა და 33 ეს დაახლოებით 30-33 წელში ხდება 50%-იანი და მეტი ვარდნა. აი, უბრალოდ ინვესტორმა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს ეს გააზრებული, რომ ყოველ წელიწად ნახევარში შეიძლება მოხდეს 10%-იანი ვარდნა საშუალოდ, ყოველ 6 წელიწად, 5-6 წელიწადში შეიძლება 25%-იანი ვარდნა მოხდეს, ყოველ 12 წელიწადში შეიძლება 30%-იანი მოხდეს, ყოველ 23 წელიწადში შეიძლება 40%-იანი მოხდეს და ყოველ 33 წელში შეიძლება მოხდეს 50%-იანი და მეტი ვარდნა. ეს როდესაც ინვესტორს აქვს უკვე გააზრებული, ძალიან ადვილია უკვე მიღება იმ კორექციების, რომელიც შეიძლება მოხდეს და მოხდება დიდი ალბათობით მომავალში, ხომ? ამის გარეშე წარმოუდგენელი არ მუშაობს, უბრალოდ ესეთი სამუშაო მოცემულობაა, რომ პერიოდულად ხდება კორექციები. ინვესტორს მხოლოდ გრძელვადიან ინვესტორი მაქვს ხედველობაში, არ აქვს მნიშვნელობა ინდექსებში აქვს დაბანდებული თუ ინდივიდუალური აქციები აქვს ნაღიდი. ესეთ მსგავსი კორექციები აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, რომ დააბანდონ ძალიან კარგ კომპანიებში და ინდექსებში ძალიან კარგ კომპანიებში, რომლებსაც იშვიათად გვაძლევს ბაზარის შესაძლებლობას, რომ ასე ვთქვათ, ფასდაკლებით ვიყიდოთ, ხო? ვიდრე საშუალო საბაზრო ფასია წარმოდგენილი მუდმივ რეჟიმში, შეიძლება საკმაოდ დიდი ფასდაკლებითაც იყოს შესაძლებელი ამ ესეთი აქციების ყიდვა. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ინვესტორები ელოდებიან და საკმაოდ დიდი ხანი შეიძლება გაგრძელდეს და ძალიან მცირე კორექციები იყოს მხოლოდ, მაგალითად 2010 წლიდან სადღაც 2019 წლამდე თითქმის 15 წელში იყო მცირე კორექცია, ასე ვთქვათ, დანარჩენი თითქმის სულ არ იყო კორექციები და ასეთი სუნელი ზრდა იყო, განსაკუთრებით 2017 წელს იყო ძალიან კარგი ზრდა. არის და როდესაც მაგ შემთხვევაში არ ყოფნით ნებისყოფა და შეიძლება 2019 წელს სადამდებელოდო და ეყიდა და ამის შემდეგ კორონა მოხდა და ეს ვარდნაც, სადაც საკმაოდ 34%-იანი ვარდნა მოყვა ამას. ანუ ყოველთვის ბაზარზე ყოველთვის არის კორექციები და ვარდნები. ეს უნდა გაიაზროს, როდესაც ადამიანი დაბანდებას აპირებს. თუ ამის მიღება და ემოციური მდგომარეობა არ ყოფნის, რომ მიიღოს ასეთი კორექციები, მაშინ ჯობია საერთოდ არ დააბანდოს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ნერვები მე მყავდნენ ძალიან ბევრი პარტნიორები, რომელსაც არ შეელოთ ამის მიღება და ბევრმა დაანება, მიუხედავად იმის, რომ ძალიან კარგი დაგქონდა წლიური, მაინც დაანებეს თავი, უბრალოდ ნერვები აღარ ყოფნით და ძალიან ბევრს ნერვიულობდნენ. ეხლა შენ თუ ნერვიულობ,
მაშინ ჯობია საერთოდ ხელი არ მოგიდო, მაგრამ როდესაც შენ იცი ორი რამ, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, ხო ხდებით, მაგრამ საშუალოდ ამ პერიოდებში რაც უფრო ვახსენე, კორექცია და როდესაც შენ კარგად გაქვს კომპანიები გაანალიზებული და იცი რა იყიდე, მაშინ არ ნერვიულობ. ინდექსის შემთხვევაში ბუნებრივ მდგომარეობას და ისტორიულად 10%-იანი საშუალოს დააქვს ბოლო 100 წლის განმავლობაში 12%-იანის და სტანდარტ პოა 500. მაგრამ თუ შენ კომპანიას ყიდულობ და კარგად გაანალიზებული, შესწავლილი და იცი რას წარმოადგენს ეს კომპანია და 5 წელიც რომ დაიხუროს ბაზარი, მომავალი 5 წელი და სიტყვაზე ვამბობ რა და არ გაიხსნეს, მაგ შემთხვევაშიც კი იცი რომ გაიხსნება მაღლა იქნება კომპანიის აქციების ფასი, ამ შემთხვევაში მშვიდად ხარ და არ ნერვიულობ კორექციებზე. პირიქით კორექციებს დროს არის კარგი შესაძლებლობა, რომ როგორც უკვე ვთქვი, იაფად ვიყიდოთ. ეს არის იდეალური შანსი. იაფად ყიდულობ, როცა კი არ ელოდები, რაღაც დონეზე გაქვს დანაზოგები და ამით მაგრამ ესე არ ელოდები, რომ აი დაველოდები 20 წელი, როდის მოხდება მაგალითად 40%-იანის ვარდნა, ან 12 წელი, როდის მოხდება 30%-იანი ვარდნა. იმიტომ ამ პერიოდში შეიძლება იმდენად დიდზე იყოს ასული, რომ ის 30%-იანი ვარდნაც კი არაფერი არ იყოს იმასთან შედარებით, რაც მაგალითად 12 წელში შეიძლება გაიზარდოს. ეს მინდოდა მეთქვა, ამას ჭირდება კარგი გააზრება და ფიქრი, რომ